როგორც ვიცით, დავალებების ტრიკონის ბოლოში გვაქვს საათი. მივიყვანოთ მასთან მაუსის ისარი, ვღებულობთ ინფორმაციას თარიღის შესახებ. ვაწყაპუნებთ მასზე ორჯერ. ვღებულობთ საათის და თარიღის სადიალოგო დაფას. Date თარიღი, თვე. შეგვიძლია შევცვალოთ, ნებისმიერი ავირჩიოთ. წელიწადი. ვაწყაპუნებთ მრიცხველებზე. შეგვიძლია შევცვალოთ. ასევე თვის რიცხვი. შესაბამისად შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა დღე არის თვის რომელიმე რიცხვი. საათი. საათის გასწორება შეგვიძლია შემდეგნაირად. შევაწყაპუნოთ კურსორი საათთან და ვაწყაპუნებთ მრიცხველებზე. ასევე წუთები, ასევე წამები. ან მაჩვენებელები PM past midnight შუაღამემდე და AM after midnight შუაღამის შემდეგ. შემდეგ time zone დროის სარტყელი. აქ გვაქვს მსოფლიოს ყველა დროის სარტყელი. GMT ნიშნავს Greenwich Mean Time, ანუ Greenwich-ის შუალედური დრო. ეს არის ლონდონის, ანუ ნულოვანი მერიდიანის დრო. +9 და 30 ნიშნავს, რომ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში დრო Greenwich-ისგან განსხვავებულია 9:30 საათით. ბაქო, თბილისი, ერევანი არის GMT +4 საათი. ინტერნეტის მეშვეობით დროის გასწორებამ შეგვიძლია მივთითოთ სერვერი. იმის შემდეგ, როცა ჩვენ უკვე შევიტანეთ რაიმე ცვლილებები, აქტიურდება ღილაკი apply, რაც ნიშნავს მონაცემების მოქმედებაში მოყვანას, ანუ ჩაწერას. Cancel ეს არის სადიალოგო დაფის გაქრობა. თუ კი გამოვიყენებთ ამ ღილაკს, მონაცემები არ შეიცვლება. ხოლო თუ კი გამოვიყენებთ ღილაკს OK, მონაცემები შეიცვლება და თან სადიალოგო დაფაც გაქრება. OK.